Crude oil imports are down from 26%. ნედლი ნავთობის იმპორტი 26%-დან 2%-მდე შემცირდა. ყოველთვის ვიცოდი, რომ შევძლებდით წარმატების მიღწევას ერთობლივად მოქმედებით, რომელიც ეყრდნობა ბოლო 3 წლის განმავლობაში ჩატარებულ სამუშაოებს. ჩვენი გეგმის წყალობით, სახელწოდებით ევროკავშირის აღორძინება, ჩვენ გადავლახეთ ათწლეულების განმავლობაში ყველაზე სერიოზული ენერგეტიკული კრიზისი. ჩვენ ერთად ვზოგავთ ენერგიას, რითაც უზრუნველყოფთ სრულ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. ჩვენ მოვახდინეთ ჩვენი მომწოდებლების დივერსიფიცირება, სანდო პარტნიორების არჩევით, ასევე ხელი მოვაწერეთ ახალ პარტნიორულ შეთანხმებებს, ინვესტიცია ჩავდეთ განახლებადი და ატომური ენერგიის წყაროებში. დღეს ჩვენი ელექტროენერგიის ნახევარი არის გამომუშავებული განახლებადი წყაროებიდან. თუ კი ავიღებთ ატომურ და განახლებად წყაროებს, მაშინ მაჩვენებელი შეადგენს 74%-ს და ეს მხოლოდ დასაწყისია. Repower EU ყოველ ზამთარს უზრუნველყოფდა ჩვენს უსაფრთხოებას. ის ამარაგებდა ელექტროენერგიით მთელ ევროპას, სკოლებსა და საავადმყოფოებს. ის უზრუნველყოფდა სახლების გათბობას მთელი ევროკავშირის მასშტაბით. ასე რომ ეს არის ევროპული წარმატების ნამდვილი ისტორია. რუსეთის წიაღისეული საწვავის იმპორტის უეცარი შემცირებით ჩვენ ასევე შევამცირეთ შემოსავლები, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის წარმართვისთვის იენებს. ომის დასაწყისში ჩვენ რუსეთს წიაღისეული საწვავისთვის ყოველთვიურად 12 მილიარდ ევროს ვუხდიდით. ახლა კი თვეში 1,5 მილიარდ ევრომდე ვართ ჩამოსული, რაც ჯერ კიდევ ძალიან ბევრია და ჩვენი მიზანია ეს თანხა ნულამდე დავიყვანოთ. ბოლო 3 წლის განმავლობაში მიმდინარე აგრესიის ფარგლებში რუსეთი ყოველ ზამთარს ესხმოდა თავს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას და ყოველ ზამთარს ევროპა ეხმარებოდა უკრაინას ელექტრომომარაგებაში.